მოგესალმებით ჩვენს მოკლე პოდკასტების სერიაში, რომელიც იმართება ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული რეგიონული კონფერენციის ფარგლებში Tech Her Way from Learning to Leading in Tech. აღნიშნული კონფერენცია შეეხება ქალების როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით, ხოლო ამ სერიაში ვესაუბრებით იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ქმნიან ინკლუზიურ და უფრო განვითარებულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს ჩვენთან ერთად არის თინათინ მონავარდისაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ტექ ოპერაციების ხელმძღვანელი. თეგეტა გახლავთ ერთ-ერთი პარტნიორი და მხარდამჭერი ჩვენი კონფერენციის, რისთვისაც დიდი მადლობა კომპანიას და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორს შეიტანოს კონტრიბუცია ქალების როლის გაზრდაზე ტექნოლოგიური მიმართულებებით. თინათინ უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. გთხოვთ პირველ რიგში გაგვეცნოთ და მოკლედ გითხრათ თქვენი როლის შესახებ თეგეტაში, რას გულისხმობს ტექ ოპერაციების ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ. ხო, დავუმატებდი ერთს, რომ ასევე ტექ ოპერაციებთან ერთად მე ხელმძღვანელობ ტექნოლოგიურ პროექტების გუნდს, ესე ვთქვათ, PMO-ს გუნდს ხელმძღვანელობ და შესაბამისად ეს ორივე ერთად გულისხმობს იმას, რომ ერთის მხრივ ჰოლდინგში არსებული აბსოლუტურად ყველა ტექ პროექტი ჩვენთან იყრის თავს და ჩემი გუნდის PMO-ს გუნდის მიერ ხდება აღნიშნული პროექტების დანერგვა, განხორციელება, ხოლო რაც შეეხება ტექ ოპერაციებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის რაღაც თქვათ იგივე ბიუჯეტი იქნება ეს თუ გარკვეული სხვა ტიპის ადმინისტრაციული საკითხები ასევე ჩემთან იყრის თავს და ჩემი დახმარებით და ჩემი გუნდის დახმარებით ხდება ნებისმიერი ესეთი ტიპის საკითხის მოგვარება, ესე ვთქვათ რა. პრინციპში ტექთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას ყურირებთ თქვენს გუნდთან ერთად. თინათინ, ამ გუნდზე რო გითხრათ, რამხელა ეს გუნდი და გენდერული ბალანსი როგორია? და ამასთან წლების განმავლობაში თუ შეიცვალა ეს მაჩვენებელი. ხო, სხოთაშეს ბევრს უკვირს ხოლმე, როდესაც საუბრობთ თეგეტა ჰოლდინგის ტექ გუნდზე და რაოდენობაზე, ესე ვთქვათ, და არა მარტო რაოდენობაზე, არამედ ჩვენს შიდა ტექ გუნდში არსებულ შიდა მიმართულებებზე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ვთქვათ, გარკვეული პროდუქტი, ანუ ციფრული პროდუქტების დამნერგავი მიმართულება. ჩვენ ვაერთიანებთ ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის BI მიმართულება, IT, რომელიც სერვერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურასაც მოიცავს და ასევე ტექნიკური მხარდაჭერის გუნდიც ამ მიმართულებაში შედის. ცალკე გვაქვს დიჯიტალ განყოფილება, სადაც სწორედ ეს ციფრული პროდუქტების ინიციატივები შემოდის და თავს იყრის და მერე ხდება უკვე მათი დანერგვა. და ასევე გვაქვს ჩვენი ERP გუნდი, ჩვენი core სისტემის ERP-ს, ანუ SAP-ს ვიყენებთ ჩვენს კომპანიაში, ჰოლდინგში და მიმართულების გუნდიც ცალკე ყავს. და როცა ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, ბევრს უკვირს, იმიტომ რომ აქამდე იყო ეს ტენდენცია, რომ თეგეტას იცნობდნენ ხოლმე იმ პლატფორმებიდან, რომელიც თქვათ მომხმარებლისთვის შევქმნით. ეს იქნება თეგეტა აპლიკაცია, თეგეტა შოპი, გარკვეული საიტები, მაგრამ რეალურად 90%-ზე მეტი რესურსი ფაქტიურად ჩვენ შიდა პროდუქტების დანერგვასა და განვითარებაზე მიდის. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ კითხვას, როგორი არის ჩვენთან გენდერული ბალანსი, ვიტყვი, რომ არასდროს ვუჩვიოდით ქალების დეფიციტს და ნაკლებობას ტექ გუნდში და ისინი არა მხოლოდ თქვათ გარკვეული გუნდების წარმომადგენლები და წევრები არიან ჩვენთან, არამედ ხშირ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ პროექტებს და მიმართულებებს მართავენ. მაგალითად, ERP, რომელიც აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პირველები ვიყავით საქართველოში, ვინც SAP დანერგა და ამ გუნდს ჯერ კიდევ 2009 წლიდან ამ გუნდის წევრი იყო და მერე უკვე ხელმძღვანელი გახდა ERP-ს, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი თამთა მეგრელიშვილი. ასევე ინოვაციური პროექტები ყველაზე ესეთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი, რომელიც გვაქვს, ეს იქნება AI პროექტები, ავტომატიზაციის პროექტები, მათაც ასევე ქალბატონები ხელმძღვანელობენ ჩვენთან ტექ გუნდში. შესაბამისად, ხო, ტექში ვერ ვიტყვი, რომ აღნიშნული საკითხი რაღაც დღის წესრიგში იდგა იმ კუთხით, რომ ვგრძნობდით ან არსებობდა ჩვენთან მართლა ეს გენდერული უთანასწორობა, ესე ვთქვათ.
რაც შეეხება holdings, აქ სხვა სიტუაცია, მანამ უშუალოდ ციფრებზე გადავიდოდე, მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში თეგეტა holdings აქვს არაერთი მიმართულების აქტიური კამპანია, რომელიც სწორედ გულისხმობს ამ გენდერული დისბალანსთან, ესე ვთქვათ, ზოლას. და სწორედ ამ კამპანიებმა გამოიღო ის შედეგი, რომ holding-ის ჭრილში მაგალითად თუ 23 წელს 2023 წელს ჯერ კიდევ top management-ში ყავდა 7% ქალების წარმოდგენილი, 25 წელს ეს რიცხვი უკვე 32%-მდე გაიზარდა. ტექში უკვე მოგახსენეთ, თუმცა აქაც რომ მონაცემები ვისაუბროთ, ესე ვთქვათ, ესე იგი იმ დღეს ვფიქრობდი, ერთადერთი მიმართულება, რომელთაც ნაკლებად ინტერესდებიან ქალბატონები, არის IT მიმართულება, რატომღაც არ ვიცი, სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, თუმცა თუ სხვა მიმართულებებს შევხედავთ, დაახლოებით 50-50 არის პროცენტული მაჩვენებელი და გადანაწილება, ესე ვთქვათ, ქალებისა და კაცების და ზოგიერთ მიმართულებაში ტექში პირიქით ქალები უფრო ჭარბობენ, მაგალითად PMO-ში, ჩემს გუნდში, მხოლოდ ერთი მამაკაცი ყავს, დანარჩენი ყველა ქალბატონები არიან, როგორც პროექტ მენეჯერები, ასევე ბიზნეს ანალიტიკოსები. შესაბამისად, ერთის მხრივ ვთქვათ, თუ მე აღვნიშნე, რომ ტექ გუნდში ნაკლებად შეიმჩნეოდა ეს პრობლემა, holding-ში აი ამ კამპანიების წყალობით უკვე ძალიან დიდ შედეგებს ვხედავთ. და იმასაც დავამატებდი, რომ რეალურად უკვე დღევანდელი ჩვენი კამპანიები, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება და ვახორციელებთ, ესე ვთქვათ, უკვე მიმართულია გარეთ. ანუ თეგეტას მიღმა, რომ სხვებსაც დავანახოთ, რომ შეუძლებელი გოგოებისათვის და ქალბატონებისთვის აბსოლუტურად არაფერი არის, რომ არ არსებობს სფერო, სადაც მამაკაცს უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია ვიდრე ქალს და ანუ ეს კამპანიები სწორედ ამ ჭრილში აგრძელებენ, ესე ვთქვათ, მუშაობას და დატვირთვას. გარკვეული სტერეოტიპები არსებობს დღესდღეობით კიდევ ხო, რაღაც გარკვეული პროფესიები მხოლოდ მამაკაცებისთვის არის და გარკვეული ქალები და ამ რაც ახსენეთ თქვენი პროექტები და ინიციატივები, ერთი რაც მახსენდება, profession has no gender, კონდეთ ეს ინიციატივა, ხო? ანუ ამაზეც რო გითხრათ ორიოთ სიტყვით, ეს ძველი კამპანია არის თუ ეხლაც მიმდინარეობს და რა მიზანს ემსახურებოდა? ხო, თეგეტა holding-ი ამ კამპანიებით არ ცდილობს მხოლოდ სტერეოტიპების დამსხვრევას მხოლოდ ავტოინდუსტრიაში. მაგიტომ ვახსენე სწორედ, რომ უფრო გარეთაც მიემართება ახლა ეს კამპანიები, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალებს და გოგოებს, ვისაც ჯერ კიდევ ვთქვათ, გარკვეული ეჭვი აქვთ, რომ და ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას ნებისმიერ პროფესიაში, ვთქვათ, თავისი ძალების მოსინჯვას. სწორედ ეს კამპანია ამას პასუხობს, თუნდაც იმით, რომ ამ კამპანიის ფარგლებში ხორციელდება ქალთა ფეხბურთის კლუბის დაფინანსება და სპონსორობა, ასევე off-road-ის, სადაც ქალები მიიღებენ, ესე ვთქვათ, მონაწილეობას. ამ მიმართულებითაც ვახორციელებთ მათ დაფინანსებას და ნუ ჩვენი მთავარი მესიჯი უკვე დღეს მხოლოდ ავტოინდუსტრიას, ესე ვთქვათ, არ მოიცავს და ის უკვე გადასულია ნებისმიერ მიმართულებასა და ნებისმიერ სფეროზე, სადაც ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში ეს გარკვეულწილად ეს სტერეოტიპები, რომ არსებობს მიმართულება, სადაც მხოლოდ მამაკაცები აღწევენ წარმატებას, ვთქვით რა და ეს კამპანია სწორედ ამას პასუხობს. თინათინ დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციის გაზიარებისთვის. აქვე გკითხავთ თეგეტა აკადემიაზე, იმიტომ რომ ესეც არის ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას ზრდის და უწყობს ხელს. ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ რომ გაგუზიაროთ, ვის შეუძლია მათ შორის რომ ჩაერთოს ამ პროგრამებში და ასე შემდეგ. ხო, ერთია გარკვეული კამპანიები, ხო, რომელსაც ბევრი ვისაუბრე და უკვე ბევრი ვახსენე და ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ მეორე არის, რომ უბრალოდ მესიჯს უგზავნე, ესე ვთქვათ, ქალებსა და გოგონებს, რომ ვთქვათ, დაიწყონ აქტიურობა უფრო მეტად და მეორე არის, რას თავაზობ შენ. უბრალოდ სიტყვებით შემოიფარგლები თუ გარკვეული საქმითაც ეხმარები მათ. რადგან ავტოინდუსტრიაში გარკვეული ცოდნების ათვისება აუცილებელია, მე ახლა ავტოინდუსტრიას ვეხები, ტექნოლოგიები კიდევ სხვა მიმართულება, საჭირო სწორედ თეგეტა აკადემია პასუხობს ამ გამოწვევებსაც და
ქალებს, გოგოებს, მათ შორის ცხადია ბიჭებსაც და მამაკაცებსაც აძლევს იმის საშუალებას, რომ თავიანთი ეს სურვილი, რომ ავტოინდუსტრიაში თქვათ შეისწავლონ რაღაცა კონკრეტული მიმართულება, ან მექანიკოსობა, ან თქვათ კონსულტანტობა, ან ნებისმიერი, იქ უკვე გაიარონ პრაქტიკა. და შეისწავლონ ეს მიმართულებები. და აქაც უკვე ქალებისთვის ჩვენ ცალკე პროგრამაც გვაქვს და რომელიც დაახლოებით თუ არ ვცდები 200-ზე მეტმა ქალბატონმა უკვე გაიარა ჩვენთან და ჩვენთან უკვე დასაქმებული არის რამდენიმე მათგანი. შესაბამისად, ერთის მხრივ ის, რომ ჩვენ თქვათ მოვუწოდებთ და ვეუბნებით, რომ შეუძლებელი არაფერია და მეორე ამ ერთგვარი სკილების გამტკიცებაში შესწავლაშიც ვეხმარებით სწორედ თეგეტა აკადემიის პლატფორმიდან გამომდინარე. ძალიან კარგი და პრინციპში ბოლო შემაჯამებელ კითხვას დაგისვამთ, თქვენ ახსენეთ ახალგაზრდა გოგონები თუნდაც ან ქალბატონები, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ ტექნოლოგიებში კარიერის გაგრძელებაზე, თუმცა ორჭოფობენ და ყოფმანობენ და რა რჩევას მისცემდით ეს ადამიანებს ან რეკომენდაციას თუ გასცემდით რომელს? ხო, ჩემგან ცოტათი შეიძლება არასწორი იყოს რა თვალსაზრისით ვამბობ, რომ მე მოვდივარ ოჯახიდან, რომელიც რაღაც თავიდანვე ტექნოლოგიებში იყო, ესე ვთქვათ, და საკმაოდ ადრე დავიწყე ამ პროფესიასთან, ამ პროფესიის ათვისება, ესე ვთქვათ, და ასევე ჩემს გარშემო აბსოლუტურად ყველა ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები, ყველა აბსოლუტურად ჩემი მხარდაჭერი იყო და სულ იმას მიმეორებდნენ, რომ შეუძლებელი არაფერია და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ხო ითვლებოდა, რომ იმისთვის, რომ ტექნოლოგიებში წასულიყავი და გემუშავა და გარკვეულ წარმატებისთვის მიგეღწია, აუცილებლად რაღაც მათემატიკური ცოდნა უნდა გქონოდა და ეს კარგად უნდა გქონოდა როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში გავლიდე, მე სამწუხაროდ ეს ფაზა გამოვტოვე და ცოტა მიჭირდა და თავდაჯერებულობა, ესე ვთქვათ, მაკლდა და ჩემს გარშემო მყოფები ყოველთვის რაღაც ამ მხარდაჭერის ყოველთვის მათგან გრძნობდი ხოლმე, რომ აი შეგიძლია და არაუშავს, რომ ეს ეტაპი შენ ცხოვრებაში გამოტოვე და შეგიძლია ნამდვილად წარმატებას მიაღწია და მე მესმის, რომ დღეს შეიძლება იყვნენ ქალები და გოგოები, რომლებსაც ასეთი ტიპის მხარდაჭერა გარშე. მაგრამ სულ იმაზე მეფიქრება, ესე ვთქვათ, რომ არ არის რეალურად აუცილებელი მაინც და მაინც, რომ ესეთი მხარდაჭერა გქონდეს ჩვენი წრისგან თუნდაც და თუ თქვენ არავინ გიჭერთ მხარს, ესე ვთქვათ, თქვენი საკუთარი თავის მხარდაჭერი გახდით და უბრალოდ დაუმტკიცეთ ყველას გარშემო, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერ პროფესიაში არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია, თუ ნებისმიერი სხვა, აბსოლუტურად ყველგან შეძლებთ თქვენი თავის დამკვიდრებას და წარმატების მიღწევას, მიუხედავად იმისა, ვინ რას გვეუბნება და საზოგადოებაში როგორი აზრია კიდევ დღეს დამკვიდრებული. თინათინ უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. ინფორმაციის გაზიარებისთვის, საინტერესო დიალოგისთვის და ესეთი შთამაგონებელი და მამოტივირებელი დასასრულისთვის და თავისთავად მადლობა თეგეტა ჰოლდინგს კონფერენციის მხარდაჭერისთვის. მადლობა ასევე ჩვენს მსმენელს იმისთვის, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ.